გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ თინა თინრუხაძე და ეს ჩემი პერსონალური ვლოგია CEO-ს ამბები. წელს ეს ჩემი პირველი ვიდეოა და მინდა რომ მოლოცვით დავიწყო. გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს სიკეთის, სიყვარულის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის წელიწადი თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მინდა მოგიყვათ ჩემი დასვენების შესახებ, რომელიც ვერ შევირგე. 25 წელი იყო ძალიან რთული წელიწადი ჩემთვის, ამაზე არაერთხელ ვილაპარაკე, პოსტებიც ვწერე, ვინც თვალყურს მადევნებთ. იყო როგორც ემოციური და მორალური თვალსაზრისით, ისევე გამოწვევები ქვეყნის დონეზე, კომპანიის დონეზე, პირად დონეზე. და 25 წლის დეკემბერში, აი თითქოს მთელი ეს დაღლილობა რაღაცნაირად ერთად აკუმულირდა და ერთ მომენტში უცბად ვიგრძენი, რომ საშინლად დავიღალე. და იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ წინ რამდენიმე დასვენების დღე მქონდა, ძალიან დიდ შვებას მაძლევდა. კომპანიაში დანერგილი გვაქვს ესე რომ პირველი დღეები გამოცხადებული გვაქვს დასვენების დღეებად 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ეხლაც ჩვენ ტრადიციას მივყევით და სამუშაო დღეები გამოვაცხადეთ დასვენების დღეებად. და აი წინასწარ ვითვლიდი აი ესე თითებზე, რომ აი რამდენი დღე არის, 8 დღე მაქვს იმისთვის, რომ კარგად დავისვენო. და კარგად დასვენების გარდა შევადგინე დიდი ამბიციური სია გასაკეთებელი საქმეების, რომელსაც ჩემთვის გემრიელად წყნარად გავაკეთებდი იმ პირობებში, რომ მეილები არ იქნებოდა, ზარები, შეხვედრები და აი ჩავუჯდები, ვიფიქრე და აი ამდენი რაღაც რაც მაქვს, ერთი 10 პუნქტიანი გეგმა მქონდა, რისი გაკეთებაც ძალიან მინდოდა. ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დავისვენებდი, ეს დავიმსახურე და 3 იანვრიდან შევუდგებოდი საქმეს. მოვიდა 3 იანვარი. 3 იანვარს ვიგრძენი, რომ ვერ ვარ კარგად დასვენებული. თან ჩემი შვილები ჩამოსული არიან გერმანიიდან მოკლე პერიოდით და გადავწყვიტე, რომ იცი რა არის, მოდი 3-ში და 4-ში ეხლა ჩემ შვილებთან ერთად დავისვენებ, წავედით ლოპოტაზე და აი მერე გავაკეთებ ამ საქმეს. მოვიდა 4 იანვარი, დავბრუნდი თბილისში, ამოვიღე ეს ჩემი გეგმა ხელახლა და 5-დან ვაპირებ, რომ დავიწყო ამ ყველაფრის კეთება. მოვიდა 5 იანვარი, გავშალე კომპიუტერი, დავიწყე რაღაცების კეთება და მივხვდი, რომ ვერ ვარ მთლად იმ განწყობაზე და მდგომარეობაში. იმ დროს მშია, მწყურია, ამ დროს გამახსენდა, რომ ტბაზე არ მისეირნია, გამახსენდა, რომ დიდი ხანია ფეხით არ მივლია და ეს ჯანმრთელობისთვის საჭიროა, რომ მეგობრებთან რამდენი ხანია ესე გემრიელად არ გვიჭორავია და არ გვიმეგობრია. მოკლედ 5 იანვარი გადავწყვიტე, კიდევ დამესვენა. მოვიდა 6 იანვარი. როგორ ფიქრობთ რა მოხდა? იგივე აბსოლუტურად გავხსენი კომპიუტერი, ცოტა ხანი ესე იგი შევქმენი ჩემი თავისთვის წარმოდგენა, რომ რაღაცას ვმუშაობ, მაგრამ ზუსტად იგივე თანმიმდევრობით ისევ ტბაზე სეირნობა, მეგობრობა, მშია, მეძინება, ახლა ვერ ვგრძნობ თავს კარგად და ასე შემდეგ. მოვიდა 7 იანვარი, 7 იანვარს ურჯულო ხო არა ვარ, აბა ახლა 7 იანვარს როგორ შეიძლება მუშაობა და ესე დავბრუნდი 8 იანვარს სამსახურში ჩემი დიდი სიით, რომელთანაც არც ერთი საქმე გაკეთებული არ მქონდა. ვიყავი დასვენებული, თუმცა და ენერგია აღდგენილი და ბედნიერი ამითი, თუმცა ამავე დროს მქონდა სერიოზული იმედგაცრუება, იმიტომ რომ რაც ჩაფიქრებული მქონდა ვერ გავაკეთე, გარკვეული ბრაზით საკუთარ თავზე და დანაშაულის გრძნობა. ეს მახსენდება ხოლმე ასეთ მდგომარეობაში, რაღაც სკოლის პერიოდში გაკვეთი, საშინაო დავალება არ გავაკეთე. მიახლოებით ეგეთი შეგრძნება მქონდა და მე ძალიან გავბრაზდი ამ მოცემულობაზე პირველ რიგში და მე დავფიქრდი, როგორც ყოველთვის დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რა ვისწავლე ამ ყველაფრიდან. და ჩემი აზრით 3 რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, ეს არის პირველი ის, რომ დაღლილი ადამიანი კარგად ვერ გეგმავს. და დაღლილ ადამიანს ახალი საქმეები და საქმის გეგმა კი არა, კარგი დასვენების გეგმა სჭირდება. და კარგი დასვენება სჭირდება გეგმის გარეშეც თუნდაც, ზოგჯერ მხოლოდ ძილი და ლოგინიდან არადგომად შეიძლება. და ეს არ არის ფუჭი დროის კარგვა, რომ დასვენება ფუჭის დროის კარგვა არ არის, აქედან ეს ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ შიგნიდან აი ეს რაღაც შინაგანი დრაივი, რომ ამდენი დრო სად არის ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, 8 დღე როგორ უნდა დავისვენო, აი ამან არ მომცა ამის საშუალება. მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ ახლა ვისწავლე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასვენების დროს დაისვენო და მუშაობის დროს იმუშაო. და ის რომ დასვენების ენერგია მეორე გაკვეთილი ჩემი სწორედ ეს არის, რომ დასვენების ენერგია ძალიან განსხვავდება მუშაობის ენერგიისგან. ანუ დასვენების დროს შენი მიზანი არ არის ეფექტიანობის გაზრდა, დასვენების დროს შენი მიზანი და შენი მთელი სხეული, ემოციები, შენი შინაგანი მდგომარეობა გადაწყობილია იმისთვის, რომ ძალები ენერგია აღიდგინო და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისი გააზრება და აღიარება ასევე მნიშვნელოვანია. და მესამე რაც ვისწავლე აქედან, რომ გადავადება ყოველთვის არ არის სიზარმაცე. გადავადება შეიძლება იყოს შენი შინაგანი კონფლიქტის მაჩვენებელიც. ანუ ის რომ მე ყოველ დღე ახალ მიზეზებს ვიგონებდი ჩემთვის, რომ რაღაცა არ გამეკეთებინა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ მე ჩემს შინაგან ხმას არ მოусმინე, მივაწექი ჩემს ასე ვთქვათ მაქსიმალიზმით ჩემს გეგმებს და საბოლოო შედეგი დადგა ის, რომ საკუთარ თავთან თითქოს დაუმარცხდი. დაუმარცხდი იმიტომ, რომ არ მოვუსმინე ჩემს შინაგან მდგომარეობას და ხმას, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე შენთვის არის დასვენება. აქედან გამომდინარე 20-26 წლის მთავარი ჩელენჯი, მთავარი გამოწვევა და მიზანი საკუთარ თავს დაუსახე, რომ კიდევ უკეთ ვისწავლო ეფექტიანი მუშაობა და კარგი დასვენება. ვისწავლო ის, რომ დასვენების დროს შევირგო ეს დასვენება, არ წავიღო დასასვენებლად წასულმა არც ერთი საქმე და არ დავგეგმო არაფერი, რაც ეხება საქმეს. დავგეგმო კარგი დასვენება, რომელიც მომცემს ძალას, ენერგიას იმისათვის, რომ დავბრუნდე განახლებული ენერგიით სავსე. თითქოს ეს ისედაც ვიცოდი, მეგობრებო, მაგრამ ძველი ჩვევები თურმე თავს ხანდახან იჩენს ხოლმე. ეს არის ჩემი გამოწვევა 2026-ში. მითხარით, მომწერეთ, რა არის თქვენი გამოწვევა 2026-ში, რის სწავლას აპირებთ, რაში უნდა გახდეთ უკეთესები. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.